დღეს დაკავებულებსაც სტანდარტულად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და დაკავებულები კიდევ ერთხელ საუბრობენ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ძალის გადამეტებაზე. სამართალდამცველების მხრიდან ერთ-ერთი ვინც ამბობს, რომ დღეს პოლიცია მასზე ძალადობდა, არის ლაშად გებუაძე, რომელიც დღის ბოლოს თავისუფლების მოედანზე მსვლელობის დროს დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციელი ისე ძლიერად უჭერდა ყელში, რომ სულ თქვა უჭირდა იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე აუხსნა პოლიციას, რომ ძლიერად ყელში მოჭრის გამო მას სულ თქვა უჭირდა ამისი ხრჩობოდა. ამის მიუხედავად სამართალდამცველმა მას ხელი არ გაუშვა და ასევე აღნიშნავს ის ადვოკატა, რომ პოლიციელი, რომელიც მასზე ძალადობდა, იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული და აღქმას არ ტოვებდა ის ნამდვილად, რომ იყო სამართალდამცველი. დიღმის იზოლატორში არიან დღეს დაკავებული სხვა მოქალაქეებიც, ლევან ზაზაძე და როგორც ადვოკატი გვიყვება, ის ერთ-ერთ მოქალაქეს სთხოვდა, რომ გადასულიყო სავალი ნაწილიდან ტროტუარზე, რადგან პოლიცია შეიძლებოდა დაეკავებინა და სწორედ ამ დროს აიყვანეს ის თავად სამართალდამცველებმა. დიღმის იზოლატორში გადმოყვანილი არის ასევე დავით გუნაშვილი, ყოფილი საჯარო მოხელე, ფარის წევრი, რომელიც ასევე ამბობს, რომ და უყვება ადვოკატს იმას, რაც კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ის იმყოფებოდა ტროტუარზე, რა დროსაც პოლიციელებმა დააკავეს და მასაც სხვა დაკავებულების მსგავსად დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამივეს შევხვდი, აქედან დავით გუნაშვილს და ნევენს დაზიანებები არ აქვს, თუმცა ლაშას აქვს დაზიანებები დაკავებისას მიიღო მან. იმდენად მძიმედ უჭერდა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც საერთოდ ფორმაც კი არ ეცვა, სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და მისი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი, რომ რეალურად ის იყო პოლიციის თანამშრომელი, დაკავებისას უჭერდა ყელში და ვერ სუნთქავდა და დაკავებისასაც ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალის გადამეტებით იყო მოხდა მათი დაკავება და ყველა მათგანი რეალურად დააკავეს ტროტუარზე და ყველა მათგანს ედავება დაუმორჩილებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო და რამოდენიმე მათგანს ედავება ასევე 74 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ანუ გზის გადაკეტვას. თუმცა ყველა მათგანი, რომლებიც დღეს მოვინახულეს, სამივე მათგანი იდგნენ ტროტუარზე და მათი დაკავება მოხდა ტროტუარზე, ისინი არ კეტავდნენ გზას ხელოვნურად. აღდგომის ღამეს და დღეს ჯამში 5 პირი არის დაკავებული, სავარაუდოდ 2 მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ დღეს დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ იყოს, თუ ხვალ არ ჩაინიშნება მათი პროცესში, მაშინ უკვე ზეგი იქნება, რადგან დაკავების 48 საათიანი პერიოდი გადის სწორედ და ვალდებულები არიან, რომ სასამართლო პროცესში ჩანიშნონ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულებს ხვალ უკვე იმ დროს არ გაათავისუფლებენ, რა პერიოდშიც მათი აყვანა მოხდა სამართალდამცველების მიერ.